გაუმარჯოს ხალხო, როგორ მესაჭმელი გავაკეთე. ოღონდ გავაკეთე ეგრეთ წოდებული ერთჯერადად, როგორ შეჭავენ და რაღაცა კიდე რომ უნდა გავაკეთო. მაგრამ ამ წუთას ბრინჯი აღმომაჩნდა სახლში მარტო და ეგ გავაკეთე. ჩას რომ მოვალა შემერე მოვიფიქრებ რამეს წღან ჩემი წყალი აბუყბუყდა თუ აფუყბუყდა თუ რაცა ქვია ხმას გამოვცემდა და არ იქა მეთქა მეშველა მეთქი და აი მე არ მეშველა ანუ ბრინჯს რო ვაკეთებ უნდა ვამთავრებდი უკვე რა და გავიგე ხმა კრანზე ხოდა ვიფიქრე რაღაცა ბოროტისულის ხმები ხო არ მესმის ხმეთქი კრანიდან აბა წყალს რა უნდა ჩვენ კრანზე დიდი ალბათობით ბოროტი ძალები იყვნენ დიდი ალბათობით აი რა მეშველება ვერთო წყალი არა მაგრამ ისიც კიდე განახევრდა ახლა გვიჯექი ჭამე ცოტა საჭმელი და ეს გადმოვდებ ვაი მშობლების ჩატში რაღაცები წერება და წკაპაწობის ხმა შეიძლება იყოს აბადავლია კი აბადავლი საჭმელი შევჭამე ხარა და თან ვათვალიერებდი ვაი მე ძილიაპა ადანთავრებია თან ვათვალიერებდი იმას TikTok-ს რა ვერთობი ხოლმე აი თმა რო დავინახე ხარ გამახსენდა რომ არ მიყიდია ბალზამი უნდა მეყიდა და დამავიწყო ბანკეტისთვის რომ მას მაგით საუქნა გადავივლო ხოდა ვათვალიერებდი შემხვდა ერთი კაცი ქართველი კაცი ლაპარაკობს ექსკურსიაზე რომ ექსკურსიაზეო ბავშვების ექსკურსიაზეო დედები უფრო მაგრად გრიალებენო და გილოცავთ დედებო სკოლის დამთავრებასო ეს კაცურად ლაპარაკობდა რა და გაუმარჯოს ჩვენ გრიალსო ხო მე კიდე დააყოლა რომ ანუ ეგ თემა კიდე ცალკე თემა იყო და დააყოლა რომ ამდენ ფულს ხარჯავთო და ექსკურსიებზეო და რაღაცაო და ხო შეიძლებაო რომ ეგ ფულიო სხვა რამეში გამოიყენოთო ავფიქრდი ჯერ მოდი ის თემა განვიხილოთ რომ ექსკურსიებზე ფულს ავხარჯავთ როგორ არა ვხარჯავთ და არა ცოტას მაგრამ ეს ექსკურსიები ხო ძირითადად მართლა ბავშვებისთვის არის იმისთვის რომ ის ერთი დღე გაერთონ თავის თანატოლებთან თავის კლასელებთან გაერთონ იმიტომ რომ როგორც შეძლეს ისე დაძლიეს ის სასწავლო წელი და იმსახურებენ ამისთვის რა ვიცი გადასაყრელი არ მგონია ვინმეს რამე ჰქონდეს მაგრამ ძირითადი ნაწილი ამ დროში ყველა ცდილობს რომ ბავშვი არ გამოვაკლოს ანუ არ არის ის 90-იანების პერიოდი როდესაც ბავშვები ექსკურსიაზე ვერ დადიოდნენ ხოლმე და მათ შორის ვიყავი მეც ხო და რომ მახსოვს ის განცდა და ის რაღაც და ჩემნაირად ძალიან ბევრი ის 90-იანელები ხართ რომელსაც მსგავს სიტუაცია გქონიათ და ეგ იყო ძირითადი ანუ რაღაცა კლასის რაღაცა პროცენტულობა იყო რომელიც ვერ ახერხებდა ხოლმე ექსკურსიაზე წასვლას როგორ აბა გაწეწილი ხო და ვიფიქრე, კაი, შეინახე ფული, დაზოგე, იმიტომ რომ ერთი უბრალო ექსკურსია შეიძლება 200 ლარამდე დაგიჯდეს, გააჩნიეს ადმიტი ხარ, რომ გზის ფულიც არ გადაიხადო რა და შეიძლება დაგიჯდეს. ამიტომ, კაი, დაზოგე. დატოვე ბავშვის სახლში, გან რა უნდა იყიდო ისეთი, როგორ არ იყიდი, როგორ არ გამოიყენებ. მაგრამ ბავშვს რა უნდა უთხრა? და მე ის რომ შენი გახსოვს როგორ გააკეთებ იმას რომ იცი რა მოდი დავზოგო და მიცხრა მე ვიყიდოთ და იყავი შვილო სახლში
ძალიან მაინტერესებს მე ამ კაცის ყავს თუ არა სახში ოჯახი. შვილები არა, კაი ოჯახი იყოს, რომელზეც ეტყვის ალბათ, რომ იცი რა, მოდი ნაყინს არ გიყიდი, თუნდაც რავი, ცოლს ეტყვის ან რაღაცას, რომ მოდი ეს ერთი ლარი სხვა რაღაცაში გამოვიყიდოთ. და ისა ხო რა, ზედმეტი ხარჯიაო და რატომ იყავდო? რა არისო ექსკურსიაში, რა დევისედიო? და პარალელურად მივაბად მოდი ამას მშობლების ეგრეთ წოდებული გრიალი ექსკურსიაზე, შვილის ექსკურსიაზე, რომ მეტადო ელოდებიანო და რაღაც. მე ვარ ის ერთ-ერთი მშობელი, რომელიც ბავშვის ექსკურსიას ბავშვზე მეტად ელოდება ხოლმე. ნუ ეხლა ნინო მიდის ეხლა ლაშქრობაზე აქ სოფელში უნდა გაიყვანოს მასწავლებელმა ბანკეტამდე რამდენიმე დღით ადრე და ფიზიკურად ვერ გავყვები ფიზიკურად და ლაშქრობაში მე თან პლუს მზეზე რომ საბანკეტოდ არ ამოვიბუგო და თლათ შავი არ წავიდე, ესეთი ფერი არ წავიდე ბანკეტზე და თან მოკლედ ჩემ მდგომარეობაში ჩვეულებრივი ამბავია, თორე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც ექსკურსია და რაღაცა ხდება, პირველი მე ვარ. მე მივდივარ. სულ რო ქვაში და რკინაში გავძვრეთ საშუალებას, ვიშოვი და წავალ და წავიყვან ჩემ შვილს. პირველი ის, რომ იგივე განცდა არ უნდა დაეუფლოს ჩემ შვილს, რომ ექსკურსიას ტოვებს. თუმცა წელს ბარბარე თავის სურვილთაც დიდად არ უნდოდა და წელს ექსკურსიაზე არ მიდის. ეხა წლის ბოლოს, თორე წინა იმაზე იყო შიგნით. ხო და ჯერ ის რომ გიხარია წასვლა. ჭამე საჭმელი. ბრინჯი გავაკეთე. ესალაგ. ხო და ჯერ ის რომ კარი, გახშეხვალ თუ არა გადამოკეტე. რომ წახვალ, გიხარია წასვლა და თითქოს იმას ინაზღაურებ, რაც ადრე გეკლდა. აი ხმე მაგალითად რაც ამათ ექსკურსიაზე, ამათ ცეკვიდან წასვლაზე სადმე უყოფილ ვართ და რაღაცა ბავშვობაშიც რაღაც ადგილებზე ვარ ნამყოფი, მაგრამ დიდათ რო ხა მაგალითად მე-3, მე-4 და მე-2 კლასში სად ვიყავი, მიუხედავად იმისა, ლუიზა მასწავლებელს ბევრგან დავყავდით იმ პერიოდში წარმოიდგინეთ 93-ში რომ მივედისკო, სადღაც აი 16-ში, 17-ში ყველგანაც ვცდილობდა რომ ადამიანს წავეყარეთ. იქედან ალბათ სადღაც 20%-ში ვიყავი მე, მაგრამ სადაც ვიყავი, მახსოვს მეთქი ვერ გეტყვით. საერთოდ არ მახსოვს. ხო და ბევრ ადგილას რომ წავედით, გამახსენდა, აღვიდგინე. ბევრ ადგილას სადაც არ ვიყავი, ეხლა ბავშვების ექსკურსიის დროს ვიყავი, მით უმეტეს ცეკვიდან უფრო სკოლა ხო არის არ აძლევს იმის უფლებას, რომ რაღაცა გარკვეულ კილომეტრებს გასცდეს. მაგრამ ცეკვა უფრო მასშტაბურად მიდის, თუნდაც მუსიკა. ივანე როდესაც ანსამბლში ხოლმე გახსოვთ თურქეთშიც ვიყავით. შარშაწინ თურქეთში ვიყავ. სტამბულში. შარშან ცეკვიდან იმაში ალანიაში. აი დაბლა დააგროვე, დიდი ქვაბიროდე მაგის მარჯვენა მხარეს. არა, იქ და ქვაბი ხო, მან და რა მე ან ჩაიტან სკოლაში, ერთი მაშინ ჩაიტანა და ხო და რატო აქ ამ კაც გართულება თუ რატო არ მოეწონა თუნდაც ვიდეოები მეც ავნახე, როგორ ერთობია მშობლები ბავშვების ექსკურსიაზე და რატომაც არა. ანუ ესე უნდა დავჭიდოთ შორიდან, არც ერთთვარც არ ველაპარაკოთ, არაფერი, მშობლებმა ერთმანეთს არ უნდა გავუღიმოთ და უბრალოდ უნდა ვიჯდეთ. ანუ რატო იყო ეგეთი განწყობით ეს კაცი არ ვიცი. რა უშავდება თუნდაც ის რომ ბავშვებისთვის იხარჯება ის ფული, რომ ბავშვები გაერთონ და დამსახურებულათაც და იყვნენ ის ერთი დღე დამსახურებლად, იმიტომ რომ გაიარეს ის სასწავლო წელი. და მეორე ის რომ გაყვა მშობელი და მშობელიც ბავშვთან ერთად არანაკლებ გაერთობა.
არ მესმის ეგ თემა, რომ რატო არ შეიძლება. ეხლა ვიძებ სად არის მეთქის ვიდეო, რომ თქვენთვისაც დამედო. ხო და ვერ ავნახე, იცი რატო ვერ ავნახე, არ მახსოვს რომელი ტელეფონით ავნახე. ერთი წამი ჩაუწიო, რომ მუსიკა არის საქმეს და აბა თუ ვიპოვი მაგას. დედები, ანუ აი, ხარი მშვენიერი ვიდეოები. თუ როგორ ერთობიან დედები ექსკურსიაზე, რატომაც არა ვის უშავდება, მე არ მესმის. მაგრამ ის კაცი სად არის, სადაც ფუსმინე. დიდათ რო განწყობა ჰქონდა, რომ ანუ რატო რა ხდება, ანუ რა ვიცი. მაგრამ მაინტერესებს თავის ბავშვობაში წესით ჩემი ასაკის უნდა იყოს. და მაინტერესებს ბავშვობაში ეგეთი დაგრუზული იყო, რომ ეხლა ან არ უნდა და ძალით ვიყავდნენ ექსკურსიაზე, ან დედამისი არ უნდა რომ წამოსწრაფულიყო და ეს ქალი ძალით მიდიოდა რაღაცა, არ ვიცი რატო იყო და ბოღბილი რა და ზოგადად ბევრჯერ მაქვს გაგონილი, რომ აუ დედები იცი მაგრად ერთობია. რატო არა? ვისზე ნაკლები, რატო? წრეში ბურთიც მითამაშია, მიცურავია კიდე წყირაზე და კარგათაც მიქეიფია და რა დაჭერობაც მითამაშია და ყველაფერი გამიკეთება. მიქეიფია და ფეხზე მაგიდაზე დგომით სადღეგრძელოც მითქვი. რატო არა? რატო ვის უშავებ? თუნდაც წელანაც მამობ, ის გადახდილი ფული მარტო გადაყრილი არ არის, ბიმბუც იყავ იმაში, რომ ის ერთი დღე შენთვის ხდება მნიშვნელოვანი. დასამახსოვრებელი. იმდენად გული მწყდება ეხლა, რომ ივანეს კლასი ამთავრებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი მშობლები და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვეღარ, იმიტომ რომ ყველა მუშაობს, ყველა გასულია და რაღაცა ეკთება. თუნდაც ის, რომ ასე თუ ისე წელს ივანესთვის ბოლო წელია ცეკვა. ფიზიკურად ვეღარ შეძლებს, სავარაუდოდ და ვეღარ შეძლებს. ნუ ვიცი რა გულდასაწყვეტიც არის ეს რაღაცეები, მაგრამ გადის დრო, ხო? ხდება ისეთი რაღაცა, რომ ცხოვრებაში გიწევს რაღაცა პერიოდი დამთავრდა. ის პერიოდი აღარ აღდგება და რატომაც არ უნდა გამოიყენო ის პერიოდი მოსაგონრად, რომ გაიხსე რაღაცას რომ დაფიქრდები და უცბად რომ ეს გაგიელებს და აი ღიმილი რომ მოგექვევა სახეზე, რომ შენ ამ პერიოდში ესეთი დრო გაატარე. და გული მწყდება, რომ რაღაცა პერიოდები მთავრდება. ჩემზე მეტად თვითონ სწორებათ ალბათ გული, რომ რაღაცებს ვეღარ შეძლებენ მათთან ერთად და ის ოქროს პერიოდი მათთვის მოგონების სახით იქნება, ისევე როგორც მე ვცხოვრობ ხოლმე მოგონებებით, ჩემთვის მოგონებები მithmetes იმ ბავშვობის პერიოდი ძალიან ოქროს ხანაა და დარწმუნებული ვარ ესენიც ესე იქნებიან და არ დაავიწყდებათ. აი ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. თუმცა რაღაცა რომ მთავრდება, ის უნდა დამთავრდეს და მე იწყება რაღაცა ახალი. განვითარების, გაზრდის, სხვა ეტაპზე გადასვლის, ცხოვრების. და არის რა, ყველა ეტაპს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ყველაზე ცუდი არის, რომ ვიღაცეები არიან ხოლმე ხალხი, რომელიც რაღაცის დასრულების, რაღაცა ეტაპის დასრულებას ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. ძალიან მტკივნეული არის. მაგრამ აი ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი ის, რომ აი რაც არ უნდა ყირაზე დადგეს, მაინც დამთავრდება და ჯობია რომ მიიღო და ნაკლებად მტკივნეული იყოს შენთვის ეს, ვიდრე გაიქცე იმაში ჩავარდე თუ რატო სიტყვას დავამთავრე 12 კლასი. ახლა ხوار შეხვდა, დამთავრდა, მორჩა, სულ ყირაზე დადგე, დამთავრდა. ანუ ისე ვაკეთებ რა. აი უჯრა გამოხსენი ტელევიზორთან და ზემოდან ვედეო. ასე რომ ის პერიოდი სანამ გამოსაყენებელი, სანამ გაქვს იმისი უნარი, რომ წახვიდე შესაძლებლობაც რა თქმა უნდა, რომ წახვიდე და წაიყვანო შენი შვილი ექსკურსიაზე, იქ იმასავით კი არ უნდა იძინე მოწმესავით. ისეთი დრო უნდა გაატარო, რომ
შენ შვილს კი შენ შვილს გაახსენოთ საკეშვილო ნახე რა მაგარი დრო გავატარეთო ის კი არა შენმა შვილმა გითხრას რომ დედა იქ რო ვიყავით გახსოვს რა კარგი იყო შენ უნდა დაასწრო შვილო გახსოვს იქ რო ვიყავით რა მაგარი დრო გავატარეთო ნუ შენ თუ არა მე მაინც თქო და ესეთ ბრძნულ გამოხტომებს ვერ ვიტან რა ეს რა არის რომ მშობელი უფრო იმათ ერთობა ბავშვს და უკეთ გაერთოს ის ბავშვს კაცო რა გავაკეთო მე მინდა რომ გავერთო და ვერთობი და გაერთოს ისიც იმასაც მე ხوار გავართო რა არის რამდენ ფულს ახარჯავ შეინახეთ შეინახე მუთაკა გააკეთე იქნებ უფრო რბილად დაიძინო რაზე უნდა ხარჯო ბავშვიც იქნება სახში წყნარად რა თქმა ექსკურსია გასაჩიჩქო აი მე როგორ ვერ ვიტანა ესეთ მეტი ჩარაკერა და ჭორიკარა კაცებს აი შობლები უფრო ანუ შობლებზე არ ახონდა ამას ხალებზე ხონდა ის იმიტომ რომ ავიც ძალიან იშვიათი ნინოს კლასში მაგალითად мама მოდის ხოლმე ექსკურსიაზე ხო და ეგ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან იშვიათია რომ მამები მოყვებოდნენ ხო რაღაცა თუმცა რატომაც არა შენიერ დროს ვატარებთ ხოლმე და ვერთობით კი არა და რა ვიცი რატო არ მშობელი როგორც დედა ისე мама დედა ვერ მიყვება წაყვეს мама ხო ეს ცოტა ის არის ჩვენთან ხო და ამას ქალებზე ჰქონდა რა ბავშვების ექსკურსიაზე გადავაკეთოთ ეს ექნა ბავშვების ექსკურსიაზე დედები უფრო მშობლები არა დედები უფრო მაგარ დროს ატარებენ და ამ დროს დედები რატომაც აი დაგიდგეს თვალი თუ როგორც აქვია მაგრამ ვაი დედა ეხლა მინდა წავიდე და დავაუთო ცოტა კიდე არა აი მაშინ რაც გავაჩერე ის დავაუთოვო რომ 4-5 დღეა თუ მე 6 დღეა რომ არაფერ დამირეცხი იმიტომ ფიზიკურად ვერ დარეცხავ ვუყურებ აი ჩემ ბაკს ვუყურებ და აი მინდა რომ ისეთი ძალა მქონდეს რომ ეს იმით რა ქვია ზერით გავავსო რა არის წავალ და რაც ამას გარეცხილის მაინც გავაუთო იონეს ფარტას იქნებ და ვაყედო საშველი ხალხო და გავაუთო მაგრამ ჩემ უთოში წყალი ისხმება და ისე უთოვდება კაი გაწი გამოწი 1 ლიტრა გავიმეტე იმედია მეყო და წავალ ახლა და გავიმეტებ მაგ 1 ლიტრას და დავაუთო სხვა არაფერი არ მაქვს ჯერჯერობით გასაკეთებელი რა საღამოს გამოვწვენ და პოს და იქნება გუშხო დავალე ხო მაგრამ სანამ დაგეშვიდობებით მაქსიმალური რისკის გაკეთება შემიძლია მინდა რომ ერთი ინფორმაცია დაგაცნოთ სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში და არა მარტო საქართველოში ზოგადად ძალიან ხშირია როდესაც ახლა ინტერნეტში გესვით დახმარებების თხოვნა სამწუხაროდ ძალიან ხშირია როდესაც ეს დახმარება ეკუთვნის ბავშვს და ბევრჯერაც მithქვია და იცით თქვენ ანგარიშის ნომერებიც დამიდია და ყველას ვისაც გაქვს დაგირიცხიათ კიდეც და საერთოდ არ არის საჭირო რომ ადგე და 100 ლარი 200 1000 ლარი ჩარიცხო 1 ლარიც საკმარისია რომ რამდენიმე ჩაურიცხოს და რაღაცა შეღავათი გქონდეს ოჯახს სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესეთი ის რომ მეც მიწევს ამ ბავშვების გაცნობის მომენტი რომ თქვენ გაგაცნოთ წეგან მომწერა ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა თათია გამარჯობა რომელმაც ძალიან დიდი მორიდებით მთხოვა რომ ეს ინფორმაცია გამეშველებინა თქვენთვის პატარა ანგელოზი აი ეს პატარა ანგელოზი უნდა განახოთ შეხედეთ რა ცხოვრება ამას ჭირდება ჩვენი დახმარება ეხლა ზუსტად წავიკითხავ თუ რა სჭირს ბავშვს თავში სისხლის შედედება აქვს ელოდებიან პასუხს თუ რა დიაგნოზი აქვს მე მომწერა სანამ ვიდეოს დავდებდი ამ დიაგნოზის ის მომწერა ეცადეთ ჰემაფოლია არჩი ხა ვინც ერკვევით იმაში რა ქვია დიაგნოზების ესე
ექიმების რა ქვია მას ენაში თუ რაც აქვია კი გეცოდინებათ ჰემოფილია თავში ერთ ადგილას აქვს სისხლის შედედება სხვაგან უფლის წყალობით არ არის და იაშვილში წევს ახლა ბავშვი და ჭირდება დახმარება იმიტომ რომ რის საშუალებაც ჰქონდა ოჯახმა ამოწურა და იცით თქვენ რომ დღესდღეობით ოჯახს ნებისმიერ ოჯახს არ აქვს ისეთი ის რომ იცით რა თანხებზია და რაზე არის ხოლმე ის ლაპარაკი. დიდი ალბათობით გენეტიკურია, რომელიც ეხლა უნდა გაკეთდეს ანალიზები და დაიწყოს ბავშვზე მკურნალობა. ამ დიაგნოზი რომ აქვს ბავშვს, უფრო რთულად გაიწოვება ეს სისხლი, შედედებული სისხლი თავიდან, მაგრამ გაიწოვებაო ეუბნებიან. რა თქმა უნდა, ეს სისხლი აწვება თავს, თავის წინ სხვადასხვა ნერვიულ ღვინოებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა კიდურის გაჩერებაც, ხო? ანუ მაგით მიხვდნენ თავიდან, რომ რაღაცა ვერ იყო საქმე კარგად, თუმცა ჩვენ ხომ მკითხავი ექიმები გვყავს და გადაწყვიტეს, რომ ბავშვს აქვს მკლავი ამომა. არდნილი და მერე ვითომ ხან ჩაუსვეს, ხან ჩამოსვეს, თუმცა თურმე ბავშვს სხვა პრობლემა აქვს და ხელი არაფერ შუაში არ იყო. ანუ თავზე რო აწვება ის სისხლის ჩაქცევა და შედედებული სისხლი ეგ. თავარია ხალხს გაუხარდა ის, რომ ჯვარისწერია ბავშვს და არ აქვს კიბო და არ აქვს ეგეთი რაღაცები. სახელმწიფო ძალიან მინიმალურად დაეხმარება ეგ ყველამ კარგად იცის და ეხლა მე ამ რაც თათიამ გამომიგზავნა ანგარიშის ნომრებს კომენტარებში ჩავამაგრებ ხალხო, ეს არის TBC ბანკი და არის კიდე პირადი, ალბათ საქართველოს ბანკიც იქნება პირადი ნომერსაც დავდებ და TBC-ის ანგარიშის ნომერსაც, აი აქ არის მოწერილი და ყველაფერს დავაკოპირებ და დაგიდებთ. თუნდაც ერთი ლარით დაეხმარეთ პატარას. და რავი ზუსტად ვიცი რომ პატარას ყველაფერი კარგად იქნება. ნახეთ რა ანგელოზია. ნახეთ. ეს თები ცუდად არ უნდა ხდებოდა. დაგემშვიდობებით ხა მომავალ ვიდეომდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს პატარაც თავის ექსკურსიებზე ძალიან ბედნიერად ივლის იგივე მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც თანატოლები იქნებიან და დედამისთან ერთად ძალიან ბედნიერ დღეებს გაატარებს.